ეროვნული დროშა ქვეყნის სახე არის. სადაც დროშა არ ფრიალებს, ესე იგი იქ სიცოცხლე არ არის. და სხვა ქვეყნის მიერ არის დაპყრობილი, ან საერთოდაც გადაშენებული არის. როდესაც ბრძოლაში დროშა დაეცემოდა და დაიკარგებოდა, ესე იგი ის ბრძოლა წაგებული ქონდა. აი ესეთი ნიშნულობის არის ზოგადად დროშა ქვეყნისთვის. გავიხსენოთ 9 ძმა ხერხეულიძის გმირობა. 9 ძმამ საქართველოს დროშას შესწირა თავი, ჯერ ერთი ძმა აფრიალებდა ამაყად. როდესაც იგი გმირულად დაეცა, შემდეგ მეორე ძმამ აიღო, შემდეგ მესამე, მეოთხე და 9 ძმამ თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დროშას. და ბოლოს მათმა დედამ აიღო და ამაყად აფრიალებდა. ეს მოხდა მარაბდას ველზე. ყველა ქართველი უნდა ფლობდეს ჩვენი დროშის შესახებ ინფორმაციას, ხო? თუ რა დანიშნულება აქვს დროშაზე დატანებულ 5 ჯვარს. მისი სიმბოლო არის, თავარი ჯვარი არის მაცხოვრის სიმბოლო, იესო ქრისტესი. დანარჩენი 4 ჯვარი არის მახარებლების სიმბოლო. მათე, იოანე, მარკოზის და ლუკას სიმბოლო არის. წითელი ფერი არის სიმამაცის, ვაჟკაცობის, კეთილშობილების სიმბოლო არის. თეთრი ფერი არის კიდე სიკეთის, სიყვარულის და სიმშვიდის სიმბოლო არის. სიწმინდის სიმბოლო არის. აი ესეთი მრავალფეროვანი დროშა გვაქვს და იმედი მაქვს ყველა ქართველი სახში იფრიალებს ჩვენი ეროვნული დროშა, როგორც სხვა ქვეყნებში არის. ერთ ჩემ მეგობარს აქვს კაი წამოწყება გავადროშიანოთ საქართველო და გენაცვალე გიო მოკითხოთ შენ.